მან მეგატივის კამერის ობიექტივში ცნობილი ქუთაისელი კომპოზიტორი თია ჯინორია მოხვდა. იგი 7 წლიდან საკუთარ მუსიკალურ კომპოზიციებს ქმნის. მისი შემოქმედება სიმღერით დაიწყო. ჩემი შეხება მუსიკასთან დაიწყო ძალიან ადრე, წინახევრის ვიყავი, მაღალი სიცხე მქონდა და ჩემი შვილები შეშინებულები იყვნენ დაუძახეს ექიმს და მე ამასობაში მოვითხოვე ინსტრუმენტთან რომ მივეყვანე დედას და ორი ხელით მაღალმა სიცხეალმა დაუკარი ის, რასაც მიმღეროდა დედა ყოველ საღამოს. ეს იყო მიგინავე წეროები. ამის შემდეგ ქუთაისში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მუსიკა ის სფერო იყო, რომელშიც ყველაზე კომფორტულად გრძნობდა თავს. ამიტომაც შემოქმედებითი ცხოვრება აირჩია. როცა მეცადებდი მუსიკას და რამე საინტერესო აკორდს, ჩემთვის საინტერესოს შევეხებოდი და აკვრისდოს ხო, ვფიქრობდი, რომ იქედან უკვე ჩემი გამეგრძელებია რაღაც და ვიყავი ჩემ სამყაროში და ამას მამქიზებდა ბებიას ხარ დაუბრუნდი შენ საქმეს და რაღაცა მწყდებოდა ფიქრები და იქიდან რომ გამოვყავდი ჩემი რაღაც სამყარო და ფული მწყდებოდა ისე ვაგრძელებდი მოკლედ დაკვრას და ასე რომ მივხვდი რომ ჩემი საქმე იყო შემოქმედება. თია ჯინორია ისეთი ვირტუოზი კომპოზიტორების გამოზრდილია, როგორებიც ანდრია ბალანჩივაძე და ნოდარ მამისაშვილი იყვნენ. თიას ბაბუა ცნობილი ქუთაისელი პოეტი გიორგი სამხარაძე იყო. სწორედ მის ერთ-ერთ ლექსზე შეიქმნა კომპოზიტორის პირველი სიმღერა. ერთმა კლასიკური მუსიკა ჩადო ჩემში, ნამდვილი ქართული კლასიკური და მეორე პროფესორმა ჩემმა ბატონმა ნოდარმა მოკლედ თუ კი რამე თანამედროვე შეიძლება და ყოფილიყო იმ პერიოდში მუსიკალურ შემოქმედებაში, აი ზუსტად ის ჩადო ჩემში და მე ბედნიერი ვარ. 300-მდე სიმღერა მაქვს ნამდვილად დაწერილი და ახლა პოპულარულად ყველა არ არის, მაგრამ ისაც პოპულარულია დღევანდელ დღეს და რაც ჩემი სავიზიტო ბარათია ჩემი შემოქმედებიც არის ახამთვარის თუ გიყვარდი, ანსამბლ არილოს შესრულებით, ისევ განშორება ლაშაღლონტის შესრულებით და ბევრი ქართველი დღევანდელ დღეს სცენაზე ვინც მოღვაწეობს ქართველი შემსრულებელი ფაქტურად ყველას შემოქმედებაში არის ჩემი სიმღერა და მე ბედნიერი ვარ ამით. თია ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პოპ მუსიკას ასწავლის. მუშაობს თამრიკო ჭოხონელიძის სტუდიაშიც. ასევე პარაორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელი და კომპოზიტორთა კავშირის წევრია. ჩავაბარე სულ სხვა ფაკულტეტზე ფილოლოგიაზე და ლაპარაკი და წერა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ იმდენად სავსეა მთელი ჩემი ცხოვრება მუსიკით და ჩემში აი ფარულად სულ ჟღერს მუსიკა. აი ჩემს გონებაში, ჩემს ტვინში სულ არის, სულ რაღაც მელოდიაა და ამიტომ მართლა გამიჭირდებოდა ამის გარეშე ყოფნა და მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ემსახურები მუსიკას. მე და ლევანი ვართ კურსელები, ერთად სწავლობდით კონსერვატორიაში, საკომპოზიციოზე და სავალდებულო ფორტეპიანოს ვსწავლობდით, ესეც საგანი სწავლებოდა კონსერვატორიაში და იქ მოგწეს, რომ ერთად გავაკეთებინა რევაზ ლაღიძის საჭიდაო. ის ნაწარმოები სრულდება 2 როიალზე და ჩვენ ხშირად გვიწევდნენ ამ ნაწარმოების სხვადასხვა კონცერტებზე და ერთ-ერთი კონცერტის დროს, როცა ველოდებოდი, რომ დაგვხდებოდა 2 როიალი, აღმოჩნდა 1. ამიტომ უცებ ეს ჩვენი 2 როიალის პარტია გადავიდეთ 1 როიალისთვის და იყო ისეთი საყურებელი და ისეთი ემოცია იყო ხოლმე დარბაზში, რომ ლევანის თქმის არ იყო, სადაც მივიდოთ, მე მხოლოდ 1 როიალი ხდებოდა, რომ ეს ურთულესი ნაწარმოები შეგვესრულებია 1 როიალზე. ამ ხელა კორიფე ვინც ყავდა ანდრია ბალანჩივაძე სწორედ ის გიждდებოდა ამ გოგოზე და ისე როგორც ნოდარ მამისაიშვილი. გილოცავ დღევანდელ დღეს და ულოცავ ამ ქალაქს კიდევ ქუთაის აი ასეთი ლამაზი კომპოზიტორი რო ყავს, ვინც დღეს არის თია ჯინორია.
ცნობილი კომპოზიტორი მომავალში დისკის გამოშვებას აპირებს. ამბობს, რომ ეს იქნება მისი გულწრფელი დამოკიდებულება მსმენელისადმი.